ქრისტი, შენთვის მოამზადე 9 ქართული უგემრიელესი კერძები, ქრისტი და ერთი ჩავიფიქრე აქედან. 4 კითხვა გაქვს, რომ გამოიცნო, რომელი კერძი ჩავიფიქრე მე. აქედან ყველა გიყვარს გიორგი და როგორ გამოვიცნო? შეიძლება მიყვარს, მაგრამ ის არ ჩავიფიქრე, შენ რა იცი? კერძი, რომელიც შენ ჩაიფიქრე. ხაჭაპურია? არა. ანუ აჭარული და იმერული გამოირიცხა. კი ბატონო, გეთანხმები გამოირიცხა. კერძი, რომელიც შენ აერჩიე, მარტო ხორცისგან არის? აი მარტო ხორცი არის? მარტო ხორცი? არა. ანუ ქაბაბი და მწვადი გამოირიცხა. შენ რაც გინდა ის გამორიცხე, მე არ ვიცი. ესე ჩვენი ორი კითხვა. და დაგჭა ორი კითხვა. წვნიანია? აქ 3 არის მსგავსი. ჩაკაფულზე მიკეთებ ხა აქცენტს? არა. მე ძალიან მიყვარს ჩაკაფული, მაგრამ ძალიან მარტივი იქნებოდა ახლა ჩაკაფული რო ამერჩია. ჩაკაფული, შქმერული და ლობიოდ გამოირიცხა გიორგი. მართლა. დარჩა ფხალი? ნატო ლობიო რა წვნიანია? წვნიანებში გადის. არც ის არ არის წვნიანი, რა ქვია, შქმერული. უბრალოდ ცოტა соуსია. ცოტა და მაინც წვნიანი და соуსი განსხვავდება. მე მანდ გავიყვანე ხა. შეიძლება გაიყვანე არ ვიცი, შეიძლება შეცდე მე დაიმახე. ხალი და ხინკალი დაგვრჩა. დარწმუნებული ხარ სხვა არც ერთი არ დაგჭა, შეიძლება ტყუილად გამორიცხე რომელიღაც. კარგი. მე მენიშნება მოგეცი რომ ის არის соуსიანი. კერძი რომელიც შენ ჩაიფიქრე, ხოლოდ ბოსტნეულისგან შედგება? დიახ. არა. არა. დიახ არ მითხარი? არა, ბოსტნეულისგან არ შედგება. ანუ ხორცი არ ურევია. ქრისტი, ბოსტნეულისგან არ შედგება. დანარჩენს მე არ გიპასუხებ. ანუ როგორც მივხვდი, ბოლო კითხვა იყო, ბოსტნეულისგან არ შედგება. ხინკალი არ არის. თუ შენ გულისხმობ ხალში მინდა გითხრა რომ ბოსტნეული არ არის. ხალში არის მწვანილეული, ბალახეული რაღაც. შენ აირჩიე შქმერული. არანაირი შქმერული, ქრისტი, მე ავირჩიე ფხალი. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს ის ავირჩიე ამათში. ისე მიყვარს, მაგრამ ამათში ყველაზე ნაკლებად.